გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასასრულს უახლოვდება. სეზონის გახსნიდან 5 თვის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ სტატისტიკაზე, სამართალდარღვევების ტიპზე და ბოლო წლების ტენდენციებზე. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის, რომელიც კონტროლს განსაკუთრებით ამკაცრებს სეზონის განმავლობაში. უფრო ფრთლად ამ თემაზე ჩვენ სტუმართან. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროს მაია ჩხობაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც ახლა სტუდიაში შემოგვიერთდება. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენს, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ქალბატონო მაია, ნადირობის სეზონის განმავლობაში რამდენი სამართალდარღვევა გამოვლინდა და რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი ფაქტი საინტერესოა, რომ უთხრა ჩვენს კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ამ თემით ინტერესდებით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება ერთის მხრივ საზოგადოებისთვის და მეორეს მხრივ მონადირეებისთვის, ძალიან დაინტერესებული არიან ამ თემით. სამწუხაროდ ამ სეზონზე საკმაოდ ბევრი ფაქტი გამოვლინდა, ანუ 2025 წლის 23 აგვისტოდან დღემდე 823-მდე ფაქტი გამოვლინდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრაკონიერობა გაიზარდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მიუვალ ადგილებშიც კი ხდება ბრაკონიერობის ფაქტების გამოვლენა, ვინაიდან ბოლო წლებში ზედამხედველობის დეპარტამენტმა ძალიან გააძლიერა მისი შესაძლებლობები, ანუ აღიჭრვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, გააუმჯობესა მათ შორის ტრანსპორტის პარკინგი, ასევე თანამშრომელთა კეთილდღეობაც ამ კუთხით გაიზარდა სოციალური პაკეტიც, რასაც ქვია, და ბევრად უფრო მეტად ამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ბევრად უფრო მეტად ეფექტური გახდა ზედამხედველობის დეპარტამენტი და მიუვალ ადგილებშიც კი, სადაც უფრო რთული იყო დარღვევის გამოვლენა, უკვე ხდება ასეთი ფაქტების იდენტიფიცირება, გამოვლენა და რა თქმა უნდა, ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი ფუნქცია არის პრევენცია და ამ პრევენციის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ფაქტის იდენტიფიცირება, გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების გატარებაც. ყველაზე გადაწყვეტინებ, ყველაზე გავრცელებული დარღვევის ტიპი, ჩვენი მონადირეები ყველაზე ხშირად რას არღვევენ ხოლმე, რა იყო? ეხლა ეს 803 ფაქტის რო გავაანალიზოთ და კიდე წინა წლების შემთხვევებით, ყველაზე მეტი პრაქტიკაში გამოყენება აქვს ეგრეთ წოდებული ელექტრონული ხმოვანი სიგნალების გამოყენებას. მაგალითად 603-მდე ფაქტი იყო აქედან ელექტრონული სიგნალის ეგრეთ წოდებული მანოქს ეძახიან საძახილს, რომლის მეშვეობითაც ხდება ფრინველის მოზიდვა და ბრაკონიერები ამ მეთოდს მიმართავენ იმ კუთხით, რომ მეტი ფრინველი მოიზიდონ და რაც შეიძლება მეტი ფრინველი მოიპოვონ უკანონოდ, რასაც ქვია, იმიტომ რომ ჩვენ დადგენილი გვაქვს ნადირობის წესებით დღიური ლიმიტი და იმ დღიური ლიმიტის გადამეტება არის ნადირობის წესის დარღვევა. და იმისთვის, რომ მონადირემ არ დახარჯოს ზედმეტი ძალისხმევა, მას უკვე ბრაკონიერობა ქვია და ეს არ არის სპორტულ-სამოყვარულო ნადირობა, რაც დაშვებულია, იყენებს სწორედ ამ აკრძალულ იარაღს, რომელიც იზიდავს ფრინველებს და შემდგომში ხდება მათი მოპოვება. არა უკაცრავად, არათანაბარ მდგომარეობაში ვარდებიან ფრინველები, იმიტომ რომ ნადირობა, ჩემი აზრით, ნადირობის ეშხი იმაშია, რომ რაღაცნაირი თანაბარი, ისედაც არ არის თანაბარი თავიდან, მაგრამ აი ძიება, ჩასაფრება, რაღაც ალბათ უფრო აზერტულია და ეს ძალიან მარტივი სქემა, მოიზიდე ჩიტები და ისროლე და ვიღაცას მოარტყავ აუცილებლად. ჩვენ ისტორიულად საქართველოში გვაქვს სპორტულ-სამოყვარულო ნადირობა დაშვებული, რაც გულისხმობს, რაც თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სპორტული უნარის მქონე ადამიანმა უნდა დევნოს, უნდა ჩაუსაფრდეს და სწორედ ეს სპორტული მონაცემების გამოყენებით უნდა მოხდეს ფრინველის მოპოვება. არის ხიბლი. ანუ რეალურად გამოდის, რომ სტატისტიკა კი არ გაიზარდა, ანუ რაოდენობა დანაშაულის კი არ გაიზარდა, არამედ აღრიცხვა მოხდა და ამის ხარჯზე გაიზარდა. შეგვიძლია ეს თქვათ, თუ აი როგორ შეაფასებთ თქვენ, იმიტომ რომ საკმაოდ გამკაცრდა კანონმდებლობა აღნიშნეთ კიდევაც ამ მიმართულებით და რამ განაპირობა, ანუ ქონდათ ეჭვირო ვთქვათ, უფრო მეტი ხდებოდა კანონდარღვევა თუ აი რის საფუძველზე მოხდა? ნადირობის ფაქტების იდენტიფიცირება ყოველ წელს ხდებოდა და იყო საკმაოდ მაღალი ფაქტები, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიც არის მაგალითად
საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ მაღალი გამავლობის ავტომობილებსაც, ბაგებს, მათ შორის ფოტოხაფანგებს, დრონებს, ასევე ვიყენებთ ღამის ხედვის ბინოკლებს და ასევე ჩვენი თანამშრომლები, როგორც აღვნიშნე, ერთის მხრივ საშტატო რიცხოვნობა გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში და მეორეს მხრივ ისინი აღიჭურნენ ამ თანამედროვე ტექნოლოგიებით. შესაბამისად, მათი ეფექტურობა ბევრად უფრო მეტად გაიზარდა და ამას მიუთითებს ეს ფაქტები და არა იმას, რომ ბრაკონიერობის ფაქტები გაიზარდა ქვეყანაში, არა. ბევრად მიუვალ ადგილებშიც კი მოვახდინეთ ჩვენ დრონების მეშვეობით, მათ შორის ბრაკონიერობის ფაქტების გამოვლენა. სამწუხაროდ ამ 800 ფაქტიდან ახლა ჩვენ რაც ვქვით, იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების და მათ შორის იყო საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის მურადათვის უკანონმდებლობის ფაქტიც. ეხლა რო წარმოვიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, ვინც მურადათს მოკლავს და ამასთან ერთად ეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის 50,000 ლარის გადახდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ მაინც გვაქვს ბრაკონიერობის ფაქტები, მათ შორის უკანონო ნადირობა, რა თქმა უნდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ფაქტებს ჩვენ ვაგზავნით საგამოძიებო ორგანოებში, სადაც ხდება შემდგომ, რა თქმა უნდა, რეაგირების გატარება. არსებობს თუ არა გარკვეული ადგილები ან პერიოდები, სადაც ეს ბრაკონიერობის რისკი განსაკუთრებით მაღალია და განსაკუთრებით ყურადღებით ხართ იმ ადგილებში ან იმ პერიოდებში, რომ ფაქტები გამოვლინდეს და არ კონდეს მსგავსი შემთხვევები. დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ ჩვენ გარემოს დაცვის სფეროში ყველა გამოწვევაზე გვიწევს რეაგირება ზედამხედველობის დეპარტამენტს. ეს არ არის მხოლოდ ბრაკონიერობა, ნადირობა. ეს არის მათ შორის დაბინძურება და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და ზოგადად ჩვენ ყავს ტერიტორიული ორგანოები, აქვს პრიორიტეტები და აქვს ცხელი წერტილები და ცხელი პერიოდები. შეიძლება ესე ვთქვათ, რომელიც არის პრიორიტეტების გადანაწილება, მათ შორის ჩვენი თანამშრომლების ძალების გადანაწილება იმის მიხედვით, თუ როდის რომელ პერიოდში რა თემაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, როდესაც ნადირობის სეზონი იწყება, რა თქმა უნდა, ძლიერდება კონტროლი ნადირობის საკითხებზე და განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ბრაკონიერობა ხდება. და სწორედ ეს უზრუნველყოფს ესეთ სტრატეგიული მიდგომა და დაგეგმარება უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურობას. ამ დროს რა ხდება? ამ დროს რა თქმა უნდა, კარგი შეკითხვა ესეც, იმიტომ რომ როდესაც სეზონი მთავრდება, მონადირეს აქვს უფლება მაგალითად გაწვრთნას ზაღლი. ოღონდ აუცილებლად უნდა კონდეს ფუჭი ვაზნა ტყვეაში. მეტია არ შეიძლება რომ ნადირობა სადმე ან თოფის გასროლა ხდებოდეს გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა, ეგრეთ წოდებული სამონადირეო მეურნეობებისა, სადაც უკვე ნადირობის ვადები განსაზღვრულია მენეჯმენტის გეგმით. და როდესაც ნადირობის სეზონი შეიძლება დაიხუროს, ამ დროს სამონადირეო მეურნეობაში შეიძლება გარკვეულ ცხოველზეც მათ შორის იყოს დაშვებული ნადირობა. ამიტომ ჩვენ ამას ვაკონტროლებთ. ჩვენ ვიცით, სად არის სამონადირეო მეურნეობები, ვამოწმებთ, აქვთ თუ არა დადგენილი მათ კვოტა, რომ ისინი კანონიერად ნადირობენ, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ნადირობა რა თქმა უნდა არ შეიძლება და რა თქმა უნდა ამ დროსაც ხდება უწყვეტი მონიტორინგი, რომ არ იყოს ნადირობის ფაქტი. ეს კერძო სექტორი არის თუ აი თქვათ ნაკრძალებში აქვს ვინმეს თავიანთი მეურნეობა და ისინი აძლევენ უფლებას მონადირეებს ინადირონ იმ ტერიტორიაზე? დიახ. ესე იგი ჩვენ საქართველოში გვაქვს სამონადირეო მეურნეობები, რომლებიც სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე გადაცემული აქვს რომელიმე შეპესეს ან რომელიმე კომპანიას და მან სწორედ ამ პერიოდში ზოგი 20 წლის ვადით არის 59 წლის ვადიანი სამონადირეო მეურნეობებიც მათ აქვთ მენეჯმენტის გეგმა დამტკიცებული, ყოველ წელს ამტკიცებენ კვოტას, ანუ მოსაპოვებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტის რაოდენობას და ამ მოსაპოვებლის ფარგლებში სწორედ ისინი ამ სამონადირეო მეურნეობაში ახდენენ ნადირობას, დაშვებული აქ ნადირობა დადგენილი კვოტის ფარგლებში. აი თქვენი ურთიერთობა ან კონტაქტი როგორია მონკავშირთან ან რაღაცა ესეთი როგორ ხდება რა კომუნიკაცია არსებობს? დიახ, ჩვენ ვამოწმებთ ასეთ სამონადირეო მეურნეობებს ჩვეულებრივად იმ ლიცენზიის პირობებს, რომელიც მათზე არის გაცემული. ეს ლიცენზიის პირობები თქვენ გასცემთ მაგ ლიცენზიებს თუ გარემოს ეროვნული სააგენტო გაცემს, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეული გასცემს და სხვა აკონტროლებს, რომ არ მოხდეს აქ ინტერესთა კონფლიქტი და თუმცა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემის შემდგომ უკვე ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის პირობას. დიახ, მართვის გეგმით დადგენილ ღონისძიებებს როგორ ასრულებენ და ლიცენზიის პირობებს როგორ ასრულებენ. ჩვენ ეს
გეგმიური ან არაგეგმიური შემოწმების ფარგლებში უკვე ინსპექტორების სამსახური შედის და ამოწმებს ლიცენზიის პირობებს. თვითონ ამ ლიცენზიის აღება როგორ ხდება? ხო, უბრალოდ კითხვა გამიჩნდა. რის მიხედვით? არა, უბრალოდ მაინტერესებს, ხო, ხა ყველასთვის შეიძლება თუ არ შეიძლება, რის მიხედვით? ძალიან საინტერესო თემა არის ზოგადად ეს სამინიჭება, დიახ. დიახ, ეს არის გაწერილი არის მთავრობის დადგენილებით, რომ აუქციონის წესით ხდება, ცხადდება აუქციონი კონკრეტულ ფართობზე დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე და ჩვეულებრივად აუქციონის პრინციპით ხდება ტერიტორიის გადაცემა ოღონდ. აუცილებლად უნდა ვაკმაყოფილებდეთ, პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომელსაც წარუდგენს ლიცენზიის გამცემი, მათ შორის ეს შეიძლება იყოს აუცილებლად მან უნდა დაიცვას ეს ტერიტორია ფიზიკურად, აუცილებლად აქ არ უნდა მოხდეს ხე-ტყის გაჩეხვა და ჰაბიტატის დაზიანება რამენარეთ, იმიტომ რომ ცხოველთა სამყაროს ხელი უნდა შეუწყოს ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამრავლებას და რა თქმა უნდა კონკრეტული სააუქციონო პირობების დაკმაყოფილების შემდგომ ის მიიღებს ლიცენზიას და შემდგომ მართვის გეგმის თანახმად გაწერს თუ რა ღონისძიებებს გაატარებს მაგალითად მომდევნო 10 წლის განმავლობაში, როგორ დაიცავს ტერიტორიას, როგორ გაამრავლებს ნადირ ფრინველს, როგორ ანადირებს, სად რა ინფრასტრუქტურას მოაწყობს, როგორ ბიოტექნიკურ ღონისძიებებს და ამ ყველაფერს საბოლოოდ ითანხმებს სამინისტრო, ამ შემთხვევაში გარემოს ეროვნული სააგენტო და პირობებს შემდგომ შეთანხმებულ მართვის გეგმას აკონტროლებს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი. ძალიან კარგი. ქალბატონო მაია, დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად საუბრობთ ამ კითხვას ხშირად გისვავენ და ჩვენი მაყურებლისთვისაც კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ და ჩვენთვის, აი, რა ზიანს აყენებს საქართველოს ბიომრავალფეროვნებას უკანონო ნადირობა და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი, რომ როდესაც მე ვიქნები მაგალითად დავინახავ უკანონო ნადირობის ფაქტს რომ შეგატყობინოთ და მეც ვიყო ჩართული თქვენთან ერთად ამ პროცესში. დიახ. მადლობა ამ კითხვის დასმისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის არ მაქვს შესაძლებლობა ვთქვა თუ ბრაკონიერობა ზოგადად რა ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას. თქვენ სწორად აღნიშნეთ, არათანაბარ პირობებში აყენებს, მათ შორის, როდესაც მომზიდავი საშუალებებს იყენებენ, მაგალითად მონადირეები, რა თქმა უნდა, ეს არის მიტყუებით ნადირობა და შეიძლება მასობრივად გაანადგუროს კონკრეტული სახეობის პოპულაცია იმ ადგილზე. ზოგადად ჩვენ ბიომრავალფეროვნებას იმდენად ჭირდება გაფრთხილება, თითოეული ინდივიდი ბიომრავალფეროვნების, მათ შორის ცხოველთა სამყაროს ობიექტი, გასაფრთხილებელია და შესანარჩუნია. არათუ უნდა უკანონოდ ვინადიროთ, არამედ პირიქით ხელი უნდა შეუწყოს მათ აღწარმოებას და მე მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ სამინისტროში ხდება ესეთი ღონისძიებები, არსებობს ველური ბუნების სააგენტო, რომელიც მუდმივად, რა თქმა უნდა, დახმარებით დონორის დახმარებით და სამინისტროს ინიციატივით, გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციირებით ხდება მათ შორის აღწარმოების ხელშეწყობა, იმიტომ რომ არა მხოლოდ უნდა უკანონო ნადირობის საპირწონე არის მათ შორის აღწარმოების ხელშეწყობა. იმდენად მავნეზე მოქმედებას აყენებს ბრაკონიერობა ბიომრავალფეროვნებას, რომ საერთოდ შეიძლება მისი კონკრეტული პოპულაცია საერთოდ განადგურდეს ერთ ადგილზე. აღარ დარჩეს დედრი და მამრი, რომლებიც იძლევიან თაობებს. შეიძლება იმდენად განადგურდეს და ამან შეიძლება სახეობის განადგურებამდე ვიგოყვანოს. ეხლა რაც შეეხება რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და მოქალაქეებმაც, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ჩვენ არ შეიძლება ეს ბიომრავალფეროვნება ისევ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის გვინდა, ამიტომ ამ და მომავალი თაობისთვის გვინდა და ამიტომ თითოეულ მოქალაქის ჩართულობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენ ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის პრაქტიკა გვაქვს გავლილი და გაანალიზებული და ყველამ გაიარა ეს რით გადალახეს ბრაკონიერობის ფაქტები. გადალახეს იმით, რომ საზოგადოება იყო ყველგან აქტიური ჩართული და საზოგადოების თვითკონტროლმა მიიყვანა, როდესაც გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს ბიომრავალფეროვნება, საზოგადოების თვითკონტროლმა განაპირობა სწორედ ის, რომ საბოლოო ჯამში მათთან ეს ბრაკონიერობა მინიმუმამდე დაყვანილი და ჩვენც ანალოგიურად გვინდა ვთხოვოთ მოქალაქეებს, რომ ნებისმიერ ფაქტზე, ბრაკონიერების ნებისმიერ ფაქტზე დაუყოვნებლივ დარეკონ 153-ზე, რომელიც არის უფასო და დროულად მოწოდებული ინფორმაციამ შეიძლება ერთი ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლე გადაარჩინოს, როდესაც ჩვენ დაუყოვნებლივ ჩვენი პატრულირების ბიჭები დაუყოვნებლივ მივლენ ადგილზე და გაატარებენ რეაგირებას. კითხვა გამიჩნდა, ახლა სეზონი თარდება თებერვლის ბოლოს. დიახ. 1 მარტამდე. 1 მარტამდე. ნუ როგორც ვიცნობთ ადამიანების ბუნებას და ბევრი მონადირე ხანდახან
არიცავს ამ იმას და რა სასჯელი არის თქვა გათვალისწინებული ამ შემთხვევაში, როდესაც სეზონი მთავრდება და თქვა მონადირი აგრძელებს ნადირობას, რა სასჯელი ემუქრება მას, არის სისხლის სამართლის დანაშაული, ადმინისტრაციული თუ როგორ რეგულირდება ეს? საჯარიმო სანქციები გავაფრთხილოთ ჩვენი საჯარიმო სანქციები ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის დარღვევა გვაქვს სახეზე. თუ იწყება 150 ლარიდან და შეიძლება იყოს 3000 ლარიც. გააჩნია იმაზე თუ სად ნადირობს, როგორ ნადირობს და არის ადმინისტრაციული პასუხისგებლობასთან ერთად დგება გარემოსთვის მიყენებული ზიანი და თითეული დიახ, უკანონოდ მოპოვებული სახეობის მიხედვით დამხობს საჯარიმო სანქციასთან ერთად ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დგება თუ ზიანი არის 2000 ლარი და მეტი. ეხლა მაგალითისთვის რო ვთქვა, შველის უკანონო მოპოვებაზე 5000 ლარია. უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. მურადათვის უკანონო მოპოვება 50000-ია და ასე შემდეგ. საკმაოდ მაღალია გარემოსთვის მიყენებული ზიანები და ძალიან მალე დგება სისხლის სამართლის პასუხისგებლობა. რა თქმა უნდა, ნადირობის სეზონის დასრულების შემდგომ ნებისმიერი ნადირობა არის ნადირობის წესის დარღვევა და მასზე გატარდება შესაბამისი რეაგირება. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ საჯარიმო სანქციაზე თანხასთან ერთად დამატებითი სახდელის სახით გათვალისწინებულია ისეთი პასუხისგებლობის ზომა, როგორიც არის მაგალითად სანადირო იარაღის ან მოწყობილობის ჩამორთმევა, კონფისკაცია, ან სანადირო ცელსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ზოგ 1-დან 3 წლამდე. გააჩნია ეს დარღვევის სიმძიმეს და იმას თუ რაზე ნადირობდა ბრაკონიერი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო და მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენთან გადაცემაში სტუმრად იყო გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი ქალბატონი მაია ჩხობაძე და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ სტუმრობისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის. დიდი მადლობა